მოგესალმებით პატივცემულო რადიო მსმენელებო, მიველსალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია 7:09 და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მართლა გადაცემის რეფორმის კვალდაკვალ მივყვებით ჩვენ ყველა სიახლეს. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი, მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში წავიყვან ჩემს საავტორო გადაცემას. ხოლო ამ გადაცემის თემა უნდა ყოფილიყო დღეს აი ეს ჩვენი განათლების ანტიქართული რეფორმა, მაგრამ ამ დილით დამიკავშირდა მშობელთა ჯგუფი და მითხრეს რომ განათლების სისტემაში დაიწყო ასე ვთქვათ ძალიან ღრმა რეფორმები, ბოლომდე თვითონაც ვერ გარკვეულან სამინისტრო დიფერენცირებულ სწავლებას აკეთებენ თუ პროფილურ სწავლებას აკეთებენ და უკვე მთელ რიგ სკოლებში ჩატარდა ანკეტირება. შემდეგ გამოიკითხა ესე იგი მოსწავლეები ვის რა საგნის გაღრმავება უნდა და მომავალ წელს ასე ვთქვათ საპილოტო პროგრამით რამდენიმე სკოლაში განხორციელდება ეს. თავიდან იყო ნათქვამი რომ 100 სკოლაში საქართველოს სხვადასხვა ასე ვთქვათ ქალაქებსა თუ სოფლებში და ახლა ძალიან ბევრ სკოლას აქვს გამოცხადებული, ჯერჯერობით არის ეს ნებაყოფლობითი და ვნახოთ სად დაიწყება ეს პილოტირების რეჟიმი, მაგრამ მე მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. რა უფლება გაქვთ? უფრო სწორედ საქართველოს მთავრობას. თქვენ უფლება არ გაქვთ ასეთი რეფორმები დაიწყოთ დიდი დიალოგის უწყლეტი დიალოგის, განხილვების და შეთანხმების კონსენსუსის გარეშე სამეცნიერო, პედაგოგიკურ, საზოგადოებრივ წრეებთან. უნდა მოხდეს შეთანხმება განხილვების საფუძველზე. რა არის ეს? არც ერთი სარეფორმო დოკუმენტი არ გაქვთ გამოქვეყნებული, არც ერთი პროექტების სახითაც კი და უკვე სკოლებს აძლევთ დავალებებს ისევ რომ არაფერი არ არის გაშუქებული არც ბეჭდურ მედიაში და არც მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით. რატომ? თქვენ იცით რომ არ გაქვთ ამის უფლება? ასე ნაციონალებიც კი არ აკეთებდნენ. რაღაცას ამბობდნენ წინასწარ. ასე ჩუმად, ასეთი ღრმა რეფორმები როგორ ბედავთ რომ იწყებთ? სად არის კონცეფცია? პროექტი უნდა იყოს. ჯერ უნდა იყოს კონცეფციის პროექტი და კონცეფციას უნდა ახდეს დანართების სახით ყველაფერი. პირველ რიგში ეროვნული სასწავლო გეგმა. საათობრივი ბადე, ორგანიზაციული მოწყობა, როგორ უნდა წარიმართოს ეს ყველაფერი. ეს უნდა იყოს გაწერილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში. სტანდარტები, პროგრამები, სახელმძღვანელოები. ყველაფერი უნდა იყოს ეს. საცდელი სახელმძღვანელოების სახით უკვე დაბეჭდილი უნდა იყოს საცდელი სახელმძღვანელოები. სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხები დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მცირე კონტინგენტიანი სკოლები, საშუალო დატვირთვის სკოლები და დიდი კონტინგენტის სკოლები. ყველაფერი უნდა იყოს გათვლილ გაანგარიშებული. შემდეგ ეროვნული სასწავლო გეგმით უნდა განისაზღვროს რა ტიპის სკოლები იქნება. რა მიმართულების. მიმართულებები გამოცხადებული გაქვთ.
ჰუმანიტარული, ფიზიკა-მათემატიკური და პროფესიული. ანუ პროფტექ სასწავლებლები. მე ხლა ბევრი მშობელი მისმენს. და ვთხოვ მშობელთა საზოგადოებას რომ გადააზიარეთ ეს გადაცემა. პროფესიული პროგრამები რომ ამბობენ ეს არის სკოლებში შემოაქვთ პროფესიული პროფტექ სასწავლებლის ხელობის პროგრამები. აი ეს ყველაფერი უთხრათ საზოგადოებას და პირველ რიგში მშობლებს გასაგებად. მაგრამ აქ არ არის სხვა მიმართულებები. საბუნებისმეტყველო მიმართულებები თქვენ არ აგაქვთ. ვისაც უნდა საბუნებისმეტყველო მიმართულება, იმ ბავშვმა რა ქნას? პროფესიულ პროგრამებზე ისწავლოს? თუ ფიზიკა-მათემატიკურზე ისწავლოს? თუ ჰუმანიტარულზე ისწავლოს? თუ თქვენი STEM რაღაცა გაურკვეველი წრეებით ისწავლება? წრე მაშინ არის კარგი, როდესაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებობს ნორმალური სტანდარტი, ნორმალური პროგრამა, ნორმალური სახელმძღვანელოები და საკმარისი კვირეული დატვირთვა. აი მაშინ აქვს კლუბებს და საბუნებისმეტყველო, რას ნიშნავს საბუნებისმეტყველო? ცალკე უნდა იყოს ქიმიის წრე, ცალკე ფიზიკის წრე და ცალკე ბიოლოგიის წრე. წრე მიმართულება არ არის. თუ პროფილურ სწავლებაზე გადადიხართ, მაშინ აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს. და უნდა იყოს როგორ აწყობთ აი იმ სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხები არის მთავარი საკითხები, იქ უნდა გაწეროთ როგორ მოეწყობა ეს ყველაფერი, შემდეგ მთავარია ასევე რა ტიპის სკოლები იქნება, რა მიმართულებების სკოლები იქნება და როგორ იქნება ეს განლაგებული და მათი მუშაობის პრინციპები და ორგანიზების საკითხები. ნახევარზე მეტი ზამთარი სკოლები ჩაკეტილი იყო ყველა თბილისის გარდა. ქუთაისშიც და ბათუმშიც კი. სოფლებს რო თავი დავანებოთ, როგორ აპირებთ თქვენ ამ პროექტის განხორციელებას? რითი უნდა ატაროთ ბავშვები? ნაციონალებმა ხო დაანგრიეს და სკოლები და დაცალეს საქართველოს მთა და ბარი. დახურეს ათასობით სკოლა. თქვენ უარეს გააკეთებთ, სულ დაცლით. ან სად გაქვთ? არა, აი, იცით რა არის? ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობას არ გრძნობს არავინ. არავინ არ გრძნობს პასუხისმგებლობას. უკვე 10 წლებია. არავინ არ ისჯება. თანამდებობის პირები მყავს მე პირველ რიგში მხედველობაში. რომ რაღაცას ვერ აკეთებს, აშავებს, აფუჭებს, ქვეყნის მომავალს ყველაფერს ანგრევს, მერე მიდიან თანამდებობიდან და მადლობებს უხდიან. იმის მაგივრად რომ ციხეში გაუშვან. ნიშნულობა არა აქვს. მე ეხლა პირველ პირებს არ გულისხმობ მარტო და არც მეორე და მესამე პირებს. რაც დამოუკიდებელი პირობითა დამოუკიდებელი და ვითომ თავისუფალი და ისა გახდა საქართველო იმის შემდეგ არის სრული განუკითხაობა. და ვისაც როგორ უნდა იმებს აკეთებენ და ესე აკეთებენ. ანუ სახელმწიფოს წინაშე ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას და ხალხის წინაშე ხალხი გირჩევთ თქვენ. არსად არ ხდება ძვირფასებო ამხელა რეფორმის გაკეთება ესე ჩუმად დოკუმენტების გარეშე. არც ერთ სკოლაში არაფერი არ გაქვთ თქვენ დაგზავნილი. ის დოკუმენტები რაც მე ჩამოვთვალე. კონცეფცია საერთოდ არ გაქვთ. სტანდარტები არ გაქვთ გამოქვეყნებული? თქვენთვის თუ გაქვთ იქ უჯრაში მე არ ვიცი. სახელმძღვანელოები ერთი გამაგებინეთ
სრულიად ახალი სტანდარტები უნდა იყოს პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით. ეს არის საერთოდ ძირეული ცვლილება. ახალი სტანდარტები, ახალი პროგრამები, ახალი მომავალ წელს მე-12 კლასის ცალ-ცალკე ყველა საგნის, ყველა სახელმძღვანელოს კონკურსს აცხადებთ ერთდროულად? ეს ხო წარმოუდგენელია. ეს ამ დედამიწაზე, ამ პლანეტაზე არ განხორციელებულა. მიუმართავ მთავრობას. აი ეს უნდა თქვენმა სამინისტრომ რომ გააკეთოს. ან ამ ხალხით გინდათ თქვენ ეს რომ გააკეთოთ? არც ერთი არ არის სკოლად მცოდნე. იურისტები რა უნდა გააკეთონ ამათმა? ეს უკვე არის დიდი დანაშაული თქვენ იმის არა გაქვთ პროექტები გამოქვეყნებული, არა წარმოებთ დიალოგს დაინტერესებულ წრეებთან და ეს წრეებია სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ რომ სკოლასთან ყველა დაკავშირებულია. არ ქონიათ დიალოგი თვითონ კოლექტივებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, არ ქონიათ დიალოგი მშობლებთან და არანაირი დოკუმენტი არ უჭირავს ხელში არც დირექტორს, არავის და იწყებთ ამხელა ღრმა გარდაქმნებს. რა უფლებით? არ ეყო ამ საცოდავ განათლების სისტემას რაც დაზარალდა? ჩვენ ჯგუფს მიმართავთ ბატონი ზურაბ ვახანია უნდა ჩაგვერთოს ჩვენ არის თუ არა ხაზზე? ბატონო ზურაბ. დიახ, გამარჯობა. გამარჯობათ. არ ვიცი, სულ სხვა თემა უნდა მქონოდა და დავიბენი დღეს. დღეს ვარ დაბნეული. დილით დამირეკეს მშობლებმა და მითხრეს რომ აი ასეთი და ასეთი სიტუაციაა. როგორ შეიძლება დოკუმენტების გარეშე ამხელა რეფორმები დაიწყო? ამ ქვეყანას პატრონი ყავს? ვეკითხებით მთავრობას და სრულიად ხელისუფლებას. რას აკეთებთ ხალხო? ეს ასეთი ღრმა რეფორმები არც ქვეყანაში ასე არ გატარებულა. უწყვეტი სოციალური დიალოგი მიმდინარეობს არა მარტო სამეცნიერო წრეებთან, არა მარტო პედაგოგიურ კოლექტივებთან, არა მარტო საზოგადოებასთან, არამედ მთელ მოსახლეობასთან. ქვეყნის პირველი პირები დადიან, ხელი-ხელ ჩაკიდებულები და ხვდებიან ხალხს, მოსახლეობას და პირდაპირ აი ასეთი პირდაპირი დიალოგები იმართება. ეს არის უშველებელი რეფორმა, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. და თქვენ დოკუმენტიც კი არ გიჭირავთ ხელში. ბატონო ზურაბ, რა სიტყვით თქვენ? უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ მე ყველანაირად ვემხრობი პროფილიზაციას, ოღონდ მიმაჩნია რომ მე-11 კლასიდან გვიან არის. მე ჩემზე რო იყოს, მე მიმაჩნია უნდა მე-9-ში უკვე პროფილური უნდა იყოს სწავლება, მე ასე მიმაჩნია. მე-9, მე-10, მე-11, მე-12. და მე კი არა, ეგ ჩემი აზრი არ სჭირდება ამას. ყველა წესიერ სახელმწიფოში პროფილური სწავლებაა უფროს კლასებში და ეს დიდი რეფორმაც არ არის ეს მაინდა-მაინც. იმდენად საყოველთაოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. უბრალოდ ჩვენთან იყო ჩვენი ქვეყნისთვის დიდი რეფორმაა. არა, კომუნისტების დროსაც იყო პროფილური სწავლება, რა დიდი რეფორმაა, ხო იყო რა? ის იყო ერთ სკოლაში და რომელმაც არ გაამართლა, მე არ ვარ პროფილური სწავლების მომხრე, მაგრამ იმაში გეთანხმებით, რომ თუ პროფილურ სწავლებას აკეთებ, უნდა დაიწყო უფრო ადრეული კლასებიდან და არა მე-11, მე-12 კლასში.
ეს არ არის პროფილური სწავლება ბატონო ზურაბ. ესენი რას აკეთებენ, იცი, ეტყობა ადამიანებს, ოჯახებს უნდათ შეეხიდონ და 2 საათი დაამატეს საგნებს, რომელიც არ არის საკმარისი, რომ ამზადებენ მშობლები, რომ იქ უნდათ შეღავათი გაუწიონ და არ მოამზადონ. ეთერში ზარია, დიახ, გისმენთ? ალო, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. იცით გიყურეთ თქვენ და თქვენც მეცოდებით. ის ხალხის მეცოდება დღეს რო გიტანჯებოდა სასამართლო პროცესზე დედები, რომლებსაც 21 წლის მის მიუსაჯეს სასჯელი, 6 წელი და 4 თვე. ეს როგორია სატა 4 წელი და 6 თვე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ თავს იხადეთ იმისგან, რომ ჭეშმარიტად შესწავლილი მეცნიერულად შესწავლილი ჭეშმარიტება ხალხს დაუდოთ სკოლებში და ასწავლოთ ბიოლოგიური კანონები, ფიზიკური კანონები და თქვით რა არის ღმერთი. არ არის ღმერთი ის, რაც თქვენ ხალხმა გამოიგონა ქრისტესთან. ღმერთი სულ სხვა რამეა. ღმერთი აღმოაჩინა აინშტაინმა. ეს არის ენერგია მოძრაობასთვის, რომელიც ქმნის ამ მატერიისგან იქნება ატომები. რატო არ ასწავლეთ ამას? რისგან შეიქმნა ეს სისტემა? რისი გეშინია? ასწავლეთ ბავშვებს. მე ვისაც ვიცნობ, არავინ არ იცის. არც რა არის ატომი, ელექტრონი, პროტონი, ნეიტრონი. ამიტომ აი ეს მოდელი რო არსებობს სოფლიო მოწყობის, იმის წაკითხვაც არ უნდა. მთელი დღე ატარებენ რაღაცა სისულელეებს უყურებენ ტელეფონში, ან ინტერნეტში და იმას არ იყურებიან. ჩემი შვილები და მე მეზაფიან ვის? რა ელექტრონები, რა ნეიტრონებია? რატო არ ასწავლეთ ამას? კარგით, რატომ არ იფარგნა საქართველოში ბიოლოგიის წიგნი, რომელიც გამოიცა ამერიკაში 1951 წელს? რატო არ ფარგნეს ქართულად? რუსებმა ფარგნეს და მე მართლის თარგმნი. და ჩემი წიგნია საფარელი, რომელსაც გამიჭირდა იქ ვიხედეთ. კარგით, ადამიანი რა უჩვენე. დიდი მადლობა ზარისთვის. ეს ძალიან ისეთი საკითხია, სხვა გადაცემის თემაა, მაგრამ იმაში კი გეთანხმებით, რომ ტელეფონებში არიან სულ 24 საათი და გამოიწვია ამან ძალიან ბევრი უარყოფითი რამ ბავშვებშიც და დიდებშიც. ბატონ ზურაბ, გავაგრძელოთ. დიახ. რა უნდათ ამით გააკეთონ? თქვენ თუ იცით რას აკეთებენ? ეს არის ჰუმანიტარისა პროფილური სწავლება, ეს არის დიფერენცირებული სწავლება თუ ეს არის ის, რასაც მე ვამბობდი, მშობლების უნდათ რომ შეეხიდონ და არ მოამზადონ. მესამე საფეხურზე სახელმწიფო მოამზადოს 1-2 საგანში მაინც. არ ვიცი რას აპირებენ, იმიტომ რომ დოკუმენტები არაფერი არ არის და ასე ვარაუდებით ვერ ვიმსჯელებთ და დიფერენცირება არ არის ნამდვილად ეს, იმიტომ რომ გაძლიერებული კლასებზეა ლაპარაკი. ესე იგი დიფერენცირება გამორიცხულია ამ შემთხვევაში და ეს არის პროფილური სწავლება, მაგრამ რამდენ საგანში იქნება, როგორ იქნება, რა პროგრამებით იქნება, სტანდარტებს გააძლიერებენ, ჯერ ისედაც გადატვირთულია და არ ვიცი, აი არაფერი არ ვიცი და სანამ არ გვეწოდინება კონკრეტულად რას აპირებენ, მანამდე შეფასებას მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. აი დღეს რაც დავადგინე მე საათების რაოდენობა ემატება 2 საგანი უნდა აირჩიოს მოსწავლემ და კვირაში 2 საათი ემატება თითოეულ ამ საგანს. მაგალითად ქართული თუ არის 5 საათი დაემატება 2 და იქნება 7 საათი.
მათემატიკა თუ არის 5 ან 4 საათი დაემატება და იქნება ასე. და ეს საათები მე ვამბობ, რომ არ არის საკმარისი. მოსწავლე, რომელიც მოსამზადებლად მიდის და მოდი ისიც ვთქვათ, რომ არ დადიან სკოლებში, მოსწავლეები მასიურად უმეტესად 99% არ დადის სკოლაში და ემზადება 7 საათი ნამდვილად არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ ქართულს კვირაში 3-ჯერ მაინც იბარებენ და თითქმის 3 საათიანი გაკვეთილები აქვს. ნუ ყოველ შემთხვევაში 2 საათნახევარი მაინც აქვს, ან 2 საათი და 45 წუთი. ეხლა ეს დამატებული საათები მინდა სამინისტროს უთხრა, რომ არ არის საკმარისი და მით უმეტეს მათემატიკისთვის ხომ არ არის და არ არის საკმარისი. მაგრამ მე ვერ გავიგე, ეხლა ზოგიერთმა მითხრა, რომ გამოვიკითხე სკოლებში, რომ ზოგმა ქიმია ერჩიაო, ფიზიკა, ის ნუ მოსამზადებლად, თორე მიმართულება არა, რომ მოემზადოს. მით უმეტეს ქიმიას და ფიზიკას ანბანიდან სწავლობენ ბავშვები, მე-12 კლასიდან იწყებს ყველა და ამათ 9 საათი მაინც უნდა კვირაში. აი რა სიტყვი თქვენ ამ საათების რაოდენობაზე, რაც არის ცნობილი? რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა ვიწყებთ რეფორმას მე-11 კლასიდან, ის რეფორმა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ბავშვები არიან მოუმზადებლები, არც ცოდნა აქვთ საკმარისი, არც უნარჩვევები აქვთ, არც სკოლის ნდობა აქვთ და ასეთ დროს რაიმე კარგი რო გააკეთოთ ძალიან ძნელია. ამიტომ მე სულ იმას ვამბობ, რომ ნამდვილი რეფორმა უნდა დაიწყოს დაწყებითი კლასებიდან, ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. კარგით, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ბატონო ზურაბ, იცით რა მინდა გკითხოთ? კიდევ არ არის ცნობილი რამდენი მოსწავლე იქნება კლასში. მაგალითად, ქართული ხო ყველა სჭირდება. მაგალითად, კლასში არის 25 მოსწავლე და მეტი. მე-12 კლასებზეა საუბარი. და 25-ვე ჩაწერს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ საგანს ქართულს. აი რა ხდება მაშინ? როგორც გამოკითხვიდან დავადგინე, ნუ სამინისტრო ფიქრობს, რომ ქართულს გაყოფენ, მაგრამ რამდენად გაყოფენ? 4-ად? არა მგონია. ვინ იცის? 3-ად არა. გაიყოფა 2 ნაწილად. ეგ ისედაც იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაში, უნდა იყოფოდეს ქართულზე და ისედაც. მაგრამ აი ხა მე მაინტერესებს. თქვენ ფსიქოლოგის ბრძანდებით და სხვა საგნის სპეციალისტის და ბოლო-ბოლოს საავტორო სკოლის ავტორი ხართ. გამაგებინეთ ერთი რამდენი დაუშვათ არის 14 ბავშვი კლასში. აქ მიაღწევს მასწავლებელი შედეგს? რამდენი საათი? თქვენ ხო თქვით უკვე და გეთახმებით, ის კვირაში ის 2 საათის დამატება ძალიან ცოტაა და ქართული რა კი ახსენეთ? დიახ. უბრალო რამეა, რომ ქართულს ყველა კლასში ჩამოაკლეს საათები. ეს იყო შეცდომა არ ქვია რა, ასეთი დონის შეცდომები დანაშაულია უკვე. კი, მაგას ვამბობ. ყველა კლასში პირველიდან დაწყებული, პირველი, მეორე, მესამე, ყველა, აი მე-9, მე-10, ყველა კლასში ქართულს ჩამოაკლეს 2-3 საათი. ხო და ამას უშველის ახლა აქ მე-10 კლასში 2 საათის დამატება? არ უშველის. არანაირად არ აი უშველის. ბავშვთა რაოდენობაზე რა სიტყვით თქვენ? რამდენი ბავშვი უნდა დასვან, როდესაც აღრმავებინებენ და უნდათ რომ მოამზადონ ეს ბავშვები? ნუ ეს ხო ფინანსების საქმეა მთლიანად. არა, ფინანსები მე მაინტერესებს პედაგოგიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. საუკეთესო არის 5-6 ბავშვი კლასში. 5-6 ბავშვი. კი ეს არის საუკეთესო, მაგრამ ნუ ამის ფინანსური საშუალება გასაგებია, რომ ეს შეუძლებელია და ამიტომ უკვე ლაპარაკობთ ოპტიმუმზე. 14 ნორმალურია. 14, 15 აი მაქსიმუმი ეს არის. და როგორ უნდა ასწოროს ამ მასწავლებელმა ყოველდღე ხო ეყოლება არა რამდენიმე კლასი? დიდი სამუშაო აქვს მასწავლებელს, ძირითადად
ეს არის უკავშირები მათ შორის წერით ნაწერებზე. დიახ და იგივე მათემატიკაზე იგივე მათემატიკაში მას ეს არ კეთდება აი ესეც უნდა კეთდებოდეს დაწყებითი კლასებიდან სულ მერე ხო და არ კეთდება არც ეს ხო და ახლა მე-10 კლასში ნუ არა სულ არაფერს ჯობია რაღაცა რომ გააკეთდეს მაინც დავიწყოთ პირველი ნაბიჯები მაინც გადავდგათ ამ დიფერენცირებით მაგრამ ბევრი რამე არ გაამართლებს აი მიზეზების გამო რაც გითხარით რომ მზად არ არის არც ბავშვი არც სკოლა არაფერი და მე მეშინია რომ მაგის გამო სულ არ თქვან რომ არ ვარგა დიფერენცირება მეთქი არ ვარგა პროფილიზაციაო მე კარგი ბატონ ზურაბ თანდათანობით სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე მე თქვენ დაგისვამთ კითხვებს ისე რომ არ ჩათვალოთ რომ გაწყვეტინებთ იმას რა ვქია იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვაა რომ ყველა გავიაროთ. ესე იგი, თუ გაიყოფა კლასები, მაგალითად, ავიღოთ დიდი სკოლა, ხო? იქ მე-12 კლასები არის 5, 6 და ზოგჯერ 9 პარალელი. გესმით? პარალელური კლასებია დიდ სკოლებში. წარმოიდგინეთ, ეხლა ქართულში თითო კლასი რო ორად გაიყოთ, მათ დაჭირდებათ ერთდროულად 12 კლასი. მარტო ორად რო გაიყოს. ოთახს ამბობთ? კი, საკლასო ოთახი. ასევე მათემატიკაზეც ხო უნდა გაიყოს ეს კლასები და ყველაზე მეტად ჭირდება და ისტორია. ეს ამ სამ საგანსა ყველაზე დიდი დატვირთვა ასევე ინგლისურს, ხო? წარმოიდგინეთ, ეხლა თქვენ რამდენი კლასი იქნება საჭირო? დიახ. ერთდროულად. არ ვიცი ეს ტექნიკური საკითხი როგორ ეს საორგანიზაციო და ტექნიკური მხარე როგორ მოგვარდება ეს რა არ ვიცი ეს უკვე ეს ბატონ ზურაბ მე რო ვიყავი კომისიის თავმჯდომარე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ყველა სკოლის კუთხე კუნჭული მაქვს მოვლილი დედაქალაქში და საქართველოშიც პედაგოგთა ღირსების დაცვის ასოციაცია რო ქონდა და აქ ვალდებული ვიყავი კაცო უმაღლესი დონის საჯარო მოხელე ვიყავი და ზუსტად ეს ინფრასტრუქტურა და ისინი მეხებოდა არც ერთ დიდ სკოლაში ეს დიდი სკოლა თუ არის დატვირთვაც დიდია დიდ სკოლას ჩვენ რას ვეძახით ბავშვთა რაოდენობა არის დიდი ერთდროულად ამდენი საკლასო ოთახი მარტო ქართულს რო 6 დაჭირდება და მათემატიკას ამავდროულად და რაღაცა ამდენი საკლასო ოთახი არც ერთ სკოლაში არც საქართველოში და თუ გინდა ამერიკა ავიღოთ არც ერთ სკოლას ამდენი საკლასო ოთახი თავისუფალი არ აქვს ეს მგონი მასია დიახ მგონი მეც რა ჩემი გამოცდილებით მეც მგონი მასია რომ შეუძლებელი იქნება ამდენი საკლასო მაგრამ ესე იგი მაგდენი კლასი არ იქნება ესე იგი ნაკლებად გააყოფენ ალბათ რა ვიცი და თუ ნაკლებად გაყოფენ მაშინ ხარისხი არ იქნება ეხლა 25 30 და ზოგან 38 და 42 ბავშვია იქ რა ჩაატარებს ან რა უნდა ჩაატაროს მასწავლებელმა ან როგორ უნდა გამოკითხოს საერთოდ მაღალი ხარისხი ცოდნის დონის არის რომ შენ ეკონტაქტები ეკითხები თითოეულ ბავშვს რა თქმა უნდა მომზადება მე ასე მესმის ეს კლასების პრობლემა შემდეგ მასწავლებელთა შერჩევა ვის მიერ ხდება ნუ რა თქმა უნდა კონკურსებით სამინისტრო როგორც არის ჩვეულებრივად და ერთ-ერთ და მე რო დღეს დამიკავშირდნენ ერთ-ერთ სკოლაში ასე ჩატარებულა დირექტორმა არჩევინა თურმე მასწავლებლები მშობლებმა და მოსწავლეებმა აირჩიეს. ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ზოგადი განათლების კანონს ეწინააღმდეგება. კანონი არ გაძლევს ამის უფლებას, რომ შენ აირჩიო მასწავლებელი, არც მშობელს. და ერთადერთი, რაზეც ყველა ორ საკითხზე გაილაშქრა მაშინ პატრიარქმა. სასტიკი წინააღმდეგი წავიდა, რომ მასწავლებლების არჩევა არ უნდა ყოფილიყო მოსწავლის ასე ვთქვათ პრეროგატივა ფუნქციებში არ უნდა შედიოდეს და არც მშობლის და აღმსდელობითი სისტემა რომ საერთოდ გამოიტანეს იმიდან რა ვქია და უუფლებო მასწავლებელი რომ იყო აი ამ ორ საკითხზე პატრიარქმა მე თვითონ ვესწრებოდი იმ შეხვედრას
წერილობითაც დავწერეთ დასკვნა და პატრიარქმა მოაწერა ხელი და გადასცა მაშინდელ მინის ლომაიას ეს საკითხები იყო გამოკვეთილი. ეხლა მე მივმართავ დირექტორებს და სამინისტროს. რა უფლება გაქვთ თქვენ ყველა დირექტორს ასე არ გაუკეთებია, მაგრამ ვინც გააკეთა კანონს, ნუ არ ღვევთ, თორემ აგებთ პასუხს. თქვენ არ გაქვთ უფლება მაგ ანკეტირებით ბავშვებს და მშობლებს მოუწოდოთ და ჩაწეროთ, რომ აირჩიეთ მასწავლებელიო. ამის უფლება თქვენ არ გაქვთ, იმიტომ რომ კანონი არ გაძლევთ ამის უფლებას. კარგით, ზოგიერთმა დირექტორმა ასე გააკეთა, თვითონ მასწავლებლებს დაეკითხა და მასწავლებლები ზოგი გამოთქვამს სურვილს ასწავლოს, ზოგი არა, ანუ მასწავლებლებთანაც არ არიან ესენი მოთათბირებულები. მე კიდე იმას გეტყვით, რომ თუ კი კლასები ორად აი თუნდაც რომ ორჯერ მეტი კლასი თუ გაჩნდა უბრალოდ არ ყავს საკმარისი რაოდენობის მასწავლებლები, იმიტომ რომ დღევანდელი მასწავლებლებს დიდ უმრავლესობას აქვს ისედაც არანორმალურად დიდი დაატვირთვა. ხო და აღარ აყავს ამდენი დამატებითი მასწავლებელი, ცოტა მაინც კვალიფიციური, მაღალ კვალიფიციურზე კი არ ვლაპარაკობ. კი, ზოგან არის შეიძლება, მაგრამ მთლიანად თელ საქართველოს რომ ეყოს ჩემი ვარაუდით, აი 30% მეტი არ ეყოფა. დიახ, სწორი ხართ, რა თქმა უნდა. და ესეც ხო ცნობილია, ყველა დირექტორი უჩივის იმას, რომ კონკურსებს რო აცხადებენ მთელ რიგი საგნების, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტები ხომ ჭირს, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, მათემატიკის სპეციალისტიც კი ჭირს ძალიან, რომ მოძებნო კვალიფიცირებული თითქმის ყველა სააგნის ჭირს. უკვე ისეთი მდგომარეობაა და ესეც არის ამ განათლების სისტემის ბრალი, რომ არავის რომ აღარ უნდა ახალგაზრდას, თითქმის არც ერთს რომ აღარ უნდა სკოლაში მუშაობა, იმიტომ რომ ხედავენ რა საშინელ დღეშია მასწავლებელი. ხედავთ, თუ ამას თვალსაჩინოდ. ბატონო ზურაბ, კიდევ ვიკითხე მე მასწავლებელთა ხელფასების შესახებ, ვინც ამ კლასებში შევლენ, გაღრმავებული სწავლების. მე მეგონა რომ ამათ ექნებოდათ სხვაგვარი ანაზღაურება, მე მეგონა რომ ამათ ექნებოდათ დამატებითი სერიოზული დანამატი ხელფასზე, მაგრამ მსგავსი არაფერი არ არის. მათ ჩვეულებრივად თუ ქონდათ მაგალითად მე-12 კლასში ქართულში 5 საათზე ეძლეოდა ხელფასი, 7-ზე მიეცემა, ანუ 2 საათის თანხა დაემატება. დიახ. ანუ ხელფასაც არ უმატებენ და მე ვეკითხები ამ სამინისტროს, თქვენ როგორ აზროვნებთ ბატონებო და ფინანსთა სამინისტროს ვეკითხები. ამ ხელა პასუხისმგებლობას რომ კიდებთ მხრებზე იქ ჯერ ერთი მე-12 კლასში, მარტო მე-12 კლასის პროგრამა უნდა გაიარონ? თუ უნდა ვიცი, ხო და აი მე რა გითხარით რომ არ არის ცნობილი არაფერი მეთქი, რას აპირებენ? სასწავლო პროგრამებია პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო უნდა ვნახოთ და არ ვიცით რას აპირებენ და ალბათ საგამოცდო პროგრამა რაც არის, მისაღები გამოცდების სავარაუდოდ ამას აპირებენ, ალბათ, რა ვიცი. და მე-12 კლასის პროგრამა ხომ უნდა გაიაროს ბავშვმა? ხო და ესეც რო აცდენილია, აი ესეც კი ვერ მოაგვარეს ამდენი წლის განმავლობაში, რომ სკოლის პროგრამა და მისაღები გამოცდის პროგრამა გაუთანაბრონ ერთმანეთს. აი ესეც კი ვერ მოხერხდა, რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ვერ გავიგე რა. ეს ხო უადვილესი არის რა. ერთ თვეში ხო შეიძლება ეს რომ მოგვარდეს. არა, ნუ არა და არა. ბატონ ზურაბ, რა მაინტერესებს იცით? და თუ მე-12 კლასი და რა თქმა უნდა, წინა წლების მასალებიც უნდა დაამუშავოს მასწავლებელმა, ბევრს უნდა ასწავლოს. როგორ მოემზადება მისაღები გამოცდებისთვის, თუ კი წინა საკითხები არ დაამუშავოს. და ამ ხელა დატვირთვას 2 საათის ხელფასი როგორ ეყოფა? და არ ეყოფა, ჯერ 2 საათიც არ არის საკმარისი, როგორც უკვე ვთქვით და გარდა ამისა ამ კლასში მასწავლებელს თუ კი მართლა იმუშავა წესიერად,
სამუშაო აქვს ორჯერ მეტი. თქვენ თვითონაც ხო თქვით და მართალია რომ ძალიან ხშირად და დიდი რაოდენობით მოუწევს ბავშვების ნაწერების გაასწორება. რასაც აკეთებს ჩვეულებრივ კლასში, იმაზე მინიმუმ ორჯერ მეტი მოუწევს. ანუ უზარმაზარი შრომა ემატება მასწავლებელს და ნუ არ ვიცი ესეც უკვე ფინანსური საკითხია, არ ვიცი. არა, ვიცით ბატონ ზურაბ, ეს უკვე გამოცხადებულია 2 საათის ხელფასი დაემატებათ, მეტი არაფერი. და ახლა მით უმეტეს ვერ ნახავენ მსურველებს და მით უმეტეს კიდე უფრო დააკლდებათ მასწავლებლები მაშინ. ახლა კოლეგებს მოუწოდებ დამატებითი და განსაკუთრებული ანაზღაურების გარეშე უარი თქვით მაგ კლასებში შესვლაზე. უარი თქვით. არა, არ იტყვის ზოგი უარს შევა და როგორც დღეს მუშაობს, ისევე იმუშავებს ამ კლასში. და ეგ რა შედეგი არ იქნება, რა თქმა უნდა. და არა, შედეგი რო არ იქნება, მე პასუხისგებლობა ხო დადგება ამ მასწავლებლების. რა ვიცი მე, აბა კანონი რა სიტყვის, რა პასუხისგებლობა როგორ არ ვიცი, არა, უყურეთ, ნახეთ რა მითხრეს მშობლებას და ისედაც დირექტორებსაც გავესაუბრე. ანუ ყველა ბავშვმა უნდა იაროს სკოლაში. ვინც არ ივლის სკოლაში, ეს კარგია, რომ ბავშვები დააბრუნონ სკოლაში, მაგრამ ამ მეთოდით ვერ დააბრუნებენ. და თუ უნდა იაროს სკოლაში და არ უნდა მოემზადოს და აქაც უხარისხოთ იმუშაოს მასწავლებელმა, მაშინ რა გამოდის? და ზარალდება ვინ? მოსწავლე. გაუცდება წლები. მართალი ხართ იმაში რომ ასე ვერ დააბრუნებენ ბავშვს, იმიტომ რომ აქ არის წმინდა ფსიქოლოგიური საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ბავშვიც და მშობელიც 3, 4, 5 წლის განმავლობაში მიეჩვია რომ სკოლა არ არის სანდო, ანუ როცა სკოლა ფსიქოლოგიურად გააკოტრებულია, ამის მერე შენ რაღაცას რო სთავაზობ, აღარ გენდობა. და ეს ბუნებრივია ადამიანი ასია ყველა და სკოლამ ჯერ უნდა დაიბრუნოს, მაშინ ნდობა. და თუ არა და მაინც არის ივლიან. რატომ? იმიტომ რომ ნდობა არ აქვს, არ ენდობიან ამას რომ და მაინც კერძო მასწავლებელი, ვისაც კი ფინანსური საშუალება აქვს, მაინც კერძო მასწავლებელთან წაიყვანს, ხო, შვილს. რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ მაგალითად, ეხლა კიდე ასეთი რაღაცა, მაგალითად სამედიცინოზე ვინც აბარებს, ვინც სხვა ფაკულტეტებზე აბარებს, იმისთვის ის აბარებს 3 საგანს. ქართული, ინგლისური, ან მათემატიკა, ან ისტორია, ხო, ერთ-ერთი. ვინც სამედიცინოზე აბარებს, ის აბარებს 4 საგანს. 3 ძირითად საგანს, ქართული წერა, ინგლისური წერა და ბიოლოგია, ეს 3 სავალდებულო საგანი და არჩევითი, ან ქიმია, ან ფიზიკა, ან მათემატიკა. ეხლა ნახეთ, მე თქვენ გეკითხებით. 2 საგანია არჩევითი, ჯერ ყველა ვარიანტში. რატომ 2 რო ვიკითხე? ცხრილში 3 საგნის გაძლიერებული სწავლება ვერ ჩაეტევაო. აი ასეთი პასუხი გამცეს. აი ეს რაშველის საქმეს შენ რო სახელმწიფო ხარ, პასუხისმგებლობას იღებ მხოლოდ 2 საგანზე? და მესამემ რა დაგიშავა? არა, მაგაზე ვერ გავაკრიტიკებთ, იმიტომ რომ ამ წუთში პირველ ეტაპზე ერთბაშად ყველაფერი კარგი, არ გამოდის და ჯერ სულაც ერთი საგანიც რო იყოს, ესეც კარგი იქნება, თუ კი ხარისხიანად პირველ ეტაპზე. აი, ერთბაშად ვერ კეთდება ამ ხელა რამე, გასაგებია ეს. და ვერც ერთი ვერ განხორციელდება, ის ერთი საგანი ვერ განხორციელდება, ზუსტად ის ქართული. ვერ განხორციელდება.
ასეთნაირად ვერ განხორციელდება, რასაც თქვენ ამბობთ, თუ კი მართლა მასე იქნება, მაგრამ ნუ როგორ არ იქნება ეხა ქართულს აბარებს ყველა კლასები არის გადატვირთული და უნდა გაიყოს და მაგდენი ცარიელი საკლასო ოთახი არსად არ არის მაგას ჭირდება იმ ოთახების რაოდენობას რაც ქართულს მათემატიკას ინგლისურს და იმას დაჭირდება გასაყოფად ეგ ერთი დიდი კორპუსი უნდა კიდე არც დიდ კონტინგენტიან სკოლაში და არც მცირე კონტინგენტიან სკოლაში მაგდენი ოთახები არსად არ არის არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ ეგეთი რამე ბუნებაში არ არსებობს შემდეგ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმები ხომ არ არის მაგრამ ბადეც არ არის ცნობილი ანუ დირექტორებს მიცეს დავალება რომ ეს დაიწყონ და რაღაცა სამუშაოები შესრულებული აქვს მაგრამ ბადის პროექტიც კი არ არის ცნობილი ხო წესით უნდა ყოფილიყო უკვე და განხილვა უნდა ყოფილიყო წესით იმისი ხო პროექტი მაინც უნდა გქონდეთ ხელში უნდა ეჭიროთ ეხლა კიდევ რა გავიგე დირექტორებსაც დაატრენინგებენ და მასწავლებლებსაც დაატრენინგებენ აი ტრენინგი უშველის ამ საქმეს დირექტორისთვის კი მასწავლებლისთვის არა მგონია მასწავლებლისთვის არა რა თქმა უნდა მით უმეტეს თუ კი ისე 25 და 30 ბავშვიანი კლასები უნდა იყოს და ის 2 საათის დამატება ეგ არ შველის და ნუ არ ვიცი მაშინ შედეგი არ იქნება და არ ვიცი რა მოკლედ ეხლა მე მინდა ვუთხრა სამინისტროს და პირველ რიგში მთავრობას ჯერ ეს რამდენიმე დღეა რომ ქსელში გავიდა ამბები მშობლები არიან მოწინააღმდეგე ამ იმის თქვენი იდეების მასობრივად და მასწავლებლები ისა მშობელი რატო უნდა იყოს მოწინააღმდეგე და მასწავლებლებიც არიან წინააღმდეგე მშობლები იმიტომ რომ ამ მშობლებს უკვე ბავშვები მიბარებული ყავთ რეპეტიტორებთან ეგ კი აი რაც მე გითხარი არ უნდა იარონ და ეხლა თხოვენ სკოლაში სიარულს ეს მშობლები ეხლა მშობელსაც ხო აქვს კაცო გონება შეიძლება ყველა არ არის მასწავლებელი და განათლების სისტემის მუშაკი მაგრამ ხო დასვამს ხო ფიქრობს ის მშობელი რამდენი ბავშვი იჯდება ჯგუფში ეკნება თუ არა ღირსეული ანაზღაურება იმ მასწავლებელს რომ ენერგია არ დააკლოს მის შვილს ამ კითხვებს სვამენ მშობლები თუ კი არა ხო და თუ კი არა მაშინ ესე იგი ტყუილა უნდა იაროს ბავშვმა უფრო მეთხანს სკოლაში და ეს აღარ სურთ ხო და ამიტომ არიან უკმაყოფილოები ეს ბუნებრივია დიახ და ეს უნდა გაიგოს მთავრობამ ესე იგი დიდი უკმაყოფილებაა შემდეგ სახელმძღვანელოების კონკურსი მომავალ წელს უნდა გაიმართოს სტანდარტებიც გვაქვს და ის სტანდარტები გამოქვეყნდება მომავალი წლისთვის ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს კონკურსი ერთად უნდა გამოცხადდეს არა ეგ რას ლაპარაკობ წარმოუდგენელი რაღაცაა ეგ არა გამოცხადებას რა უნდა და ჩაარიხინებას კი ბატონო იმ გრიფირებას ჩაარიხინებენ მაგრამ შედეგი რა იქნება თორე ეს არსად არ მომხდარა ესაა განუხორციელებელი რამ ვინ უნდა დაწეროს მაგალითად 12 სახელმძღვანელოს როგორ დაწერს მაგალითად დაწერენ როგორ არ დაწერენ გამომცემლობები მოახერხებენ ყველაფერს და კომისიები იმუშავებენ ყველაფერი დარჩება მაგრამ იქნება უხარისხო ბატონო ზურაბ უხარისხო იქნება აბა რა იქნება ბატონო ზურაბ კიდევ რა არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ კლასები იშლება თუ არა ეს არიციან იშლება ხო კლასები დაიშლება თუ არა ეს არიციან და დაიშლება კლასები და აი ერთ-ერთი წინააღმდეგობა კიდე მშობლებისა არ უნდათ რომ კლასები დაიშალოს ანუ ბავშვებსაც არ უნდათ თავთავიანად ხო ნუ კარგი ეგ ეს მე დიდ პრობლემად არ მიმაჩნია ახლა ნუ კაი არა ბავშვისთვის პრობლემაა
ну ეს არ არის იმდენად სერიოზული, კაი, მიჩვეულები რომ არიან ერთად მეგობრები რაღაცა კარგი, ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. ხო, ანუ მასწავლებელი რაღაცა საოცრად ცუდ მდგომარეობაში არის ჩაყენებული. და ჯერჯერობით ესო ნებაყოფლობითიაო და 100 სკოლა უნდა და თავიდან აეღოთ, ახლა 80 სკოლაზეა საუბარი. დიდ სკოლებში ეს პროფილური სწავლება შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ აი ეს ფართების ნაკლებობა კონტინგენტი შეგროვდება, მაგრამ მცირე კონტინგენტიან სკოლებში ეს არ მოხერხდება და მაშინ გამოდის, რომ რაიონში ერთი სკოლა და საქართველოში ეს როგორ უნდა მოხერხდეს, როცა მთელი ზამთრის ნახევარზე მეტი ქუთაისის და ბათუმშიც კი სოფლებშიც ყველგან ჩაკეტილი იყო გზები და სწავლა იყო შეწყვეტილი. შემდეგ ეხლა ჩვენ არ შევეხეთ ინტეგრირებული საგნები იქნება გაღრმავებული საგნები. მათი სტანდარტები დაუშვათ რომ მზადა აქვთ. ორივენაირის, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. მაგალითად მე თუ ვაბარებ სამედიცინოზე და მე ავირჩიე ქიმია, ბიოლოგია გაღრმავებულად ვსწავლობ, სავალდებულო საგანია და ქიმია და ბიოლოგიაში გაღრმავებულად მეცადინეობ სკოლაში. მაგრამ მე ფიზიკა არ ამირჩევია. ამათ აქვთ ინტეგრირებული საგანი და აი ეს ინტეგრირებული საგანი უნდა გაიაროს ამ ბავშვმა? რა ვიცი, კითხეთ, რა პროექტი არ გვაქვს ჩვენ და რა უნდა არა, ეს ვიკითხე, მე ვკითხე ისეთ ხალხს, ვისაც უნდა ცოდნოდა და პასუხი არ აქვს ამაზე. ანუ ინტეგრირებული, აი სამედიცინო განსაკუთრებული შემთხვევაა, ვინაიდან 4 საგანს აბარებს. ქიმია და ბიოლოგია ვსწავლობ გაღრმავებულად, მაგრამ ფიზიკას არ ვსწავლობ, რითი უნდა გავიარო მე? ინტეგრირებული კურსით? არა. ინტეგრირებული კურსით ვერ გავივლი. მაშინ უნდა არსებობდეს მესამე ვარიანტი, ცალკე სტანდარტი, ცალკე წიგნი სახელმძღვანელო ასეთ შემთხვევებზე. ასევე ჰუმანიტარულის ისტორია ჭირდება და არაურჩევია გეოგრაფია. გეოგრაფია ხომ უნდა გაიაროს? უნდა გაიაროს. აი ესენი არ არის იმის გარდა რომ ხო, ნუ რამდენ ბავშვზე გავყობთ ფართების საკითხი, ესენი ყველაფერი მოუწესრიგებელია და ყველაზე მთავარი, ერთნაირი სიძლიერის ბავშვები უნდა დასვან ერთად. როგორ წარმოგიდგენიათ, ეხლა მომზადება, როცა რეპეტიტორი ამზადებს, უსუსტესი ბავშვი და უძლიერესი ბავშვი, წერა-კითხვა რომ არ იცის უსუსტესმა, ის და ის ბავშვი როგორ უნდა და ვერც ერთთან ვერ მიაღწევს მიზანს. ხო, ესეც დიდი პრობლემაა. ესეც დიდი პრობლემაა, რომელიც ამათ არ აქვთ გათვლილი და საერთოდ ნახსენებიც არ არის. ბატონ ზურაბ, რა ვიცი, ჩვენ ინტეგრირებაზე გეტყვით 1-2 სიტყვას რომ და ამოიწურა ჩვენი დრო და რო არ გავხთიშო, თქვით 2 სიტყვა, კი ბატონო, 2 დრო ამოიწურა. მე ყველანაირად ვემხრობი ინტეგრირებას, მე ვიყავი საქართველოში პირველი ინტეგრირება რო დავიწყე საგნების, მაგრამ მე მიმაჩნია რომ კერძოდ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია უფროს კლასებში ინტეგრირებული უაზროა. კარგით, ამაზე გავჩერდეთ, ვერ მოვასწარით ყველა საკითხის განხილვა, მაგრამ აუცილებლად შემდეგ მოგიწევთ და განვიხილავთ ამ საკითხებს. პროფილური სწავლება საქართველოს სკოლებში, შემდეგ კვირაშიც გახდება ალბათ რაღაცეები ცნობილი და გავაგრძელოთ. მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანა ნიკოლაიშვილი ვიყავით თქვენთან ერთად 50 წუთის მანძილზე. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5:30-ზე. გთხოვთ გააზიაროთ და მშობლებო და მასწავლებლებო, ამოიღეთ ხმა და ყველაფერი უთხარით ის, რაც პრობლემებია, თამამად უთხარით და დაიწყოს საზოგადოებაში განხილვა. მთავრობა ამას არ აკეთებს და ჩვენ დავიწყოთ განხილვა. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.